დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩხუბზე არ საუბრობთ. მოგეხსენებათ გასულ პრესკონფერენციაზე ნიკამ გამოთქვა ასეთი სურვილი, რომ საკუთარი ბრძოლიდან აღებულ თანხას მოახმარდა საქველმოქმედო საქმიანობას და დღეს ზუსტად იმიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ ეს პირობა შევასრულოთ. მოგესალმებით. ყველამ კარგად იცით, რომ მე ჩემს სიტყვას სპორტის ვასრულებ, როგორც რინგზე, ისე ცხოვრებაშიც. დღეს კი გადავწყვიტე ესეთი კარგი საქმის გაკეთება. Emშვენიერი იდეა მომაწოდა ჩემმა მეტოქემ და ასევე ჩემმა ძმაკაცმა გიორგი ფაციამ და ამ შესრულებაში კი ორგანიზაცია გამაგვეხმარება და ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს. ეს ვიდეო კიდევ მხოლოდ იმისვისაა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გვიყურებს, ძალიან ბევრი ბავშვი გვბაძავს და დარწმუნებული ვარ, აი ამ კაცის საქმეშიც მოგვაძავს, რომ გაიზრდებიან. მადლობა დიდი ყველას. ეხლა ჩვენ მივიდივართ სპორტ-ნეტში, რომ ბავშვებს შევუძნოთ სპორტული ინვენტარი, როგორც საბრძოლო, ასევე სხვა სპორტის სახეობების, რომ სპორტით დაკავდნენ ბავშვები. და ძალიან გავახარებთ. ასევე მადლობა სპორტ-ნეტს, მშვენიერი აქციებისთვის და მხარში დგომისთვის. მოდი ბოლომდე ნახავთ, ბურთებით დავიწყოთ. ფეხბურთის თამაში ყველა ბავშვს მოწონს როგორც ვიცი. ლამაზ ფერები ავარჩიოთ რა. ეს იყოს. ეს კაია. ეს ავიღოთ. ჩამოვა. ხოთმო. შენი გემოვნებაც. აი, კარებურთ და ფრენბურთს ითამაშებენ, ხო ბავშვები? მოდი, მაშინ კარებურთ სპორტებსაც ავიღებთ ჩვენ. აი, ავარჩიოთ, თავი ფერადებით გამოსწორდებათ ბავშვებს. ეს ლამაზად იყურება. ხარისხი ძალიან მაგარი ქონიათ. აი ეს გოგოებისთვის. შენ ციკალოთ ბურთის თამაში? სუსამიანებს შავტენი. ფრენბურთისაც ძალიან კაი ბურთები ქონიათ. ოპა, აი ბოქსის კუთხეც უკვე შევამჩნიეთ. ისინი დავაწყოთ. ჩვენი მაღაზია ყოფილა ნახე. აქ უკვე თქვენ იცით. აქ უკვე მე და ფაციას. ეს გარგა პატარები არიან. მოდი პატარა ზომები რომ მოგწეთ. ეს ორი ფერი, რამდენიც გექნებათ მარაკში? მარაკშიც გექნება. სულ მოგვეცეგენი. ეს ბოქს ხეთვანებით პატარა ზომები. ეს ვარდისფერი მე გოგოებზე ვსრულნა. ეს ბარბი გოგოებს. ხო. შავი წავიღოთ. აი ხარისხენები შევიღებთ. აი იყოს ორი მიიღოს. ორი მიიღოს. რაცა გუჭოს პრობლემა. ძალიან მადლობა მე გადავხადო სპორტ-ნეტს. აი ძალიან ბევრი სპორტსმენმა ვიცით უკვე აქაურობის შესახებ და სულ აქ დავდივართ. აი ძალიან მაგარ შეღავათებს ვაკეთებ ყველას. მაღაზია სპორტლენდმა გადაწყვიტა გაახაროს პატარები და ჩვენგან საჩუქრად გადავცეთ სასაჩუქრა ბოქსი. შევიძინეთ უკვე ბავშვებისთვის ყველაფერი, ისეთი რაღაცები შევარჩიეთ, რაც მათ სპორტულ ცხოვრებაში ძალიან დაეხმარებათ და აქედან უკვე უნდა წავიდეთ და უნდა შევიძინოთ ბავშვებისთვის ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად უხარიათ და უყვართ. ეს არის ტკბილეულობა, სნექები, სათამაშოები. აი ბიჭები უკვე გონი თითქმის მორჩნენ საჩუქრების ჩაწყობას, ასე რომ აქედან მივდივართ უკვე ბავშვებისთვის, უნდა შევიძინოთ დარჩენი რაღაცები. აი მაგათ გიო სპორტულები შევიძინეთ, დასასვენი შევიძინეთ, სპორტული ინვენტარი შევიძინეთ, ტკბილეულობაც შევიძინეთ. აღარ დამრჩა ბავშვები გავახაროთ. Let's go. ბავშვები. მოვედით აბა. მოვედით უკვე კარიტასში, სულ ცოტა ხანში საჩუქრებს ამოვალაგებთ და ბავშვებსაც შევხვდებით. ბიჭებო და გოგოებო. როგორ ახართ პირველ რიგში? ხო არ ცხელად? კი.
შენ? ო, ციცხელი ზაფხულია და სოფელში უნდა წავიდეთ და დავისვენ ხაში. ესე იგი, დღეს რატო ვართ შეკრებილები? დღეს თქვენი გაცნობა გვინდოდა, თქვენთან შეხვედრა გვინდოდა. ამ ხალხს თუ იცნობს, ვინ იცნობს აბა ამორს? მახაჩევი, რომელია მახაჩევი? ჰა? ეს არის მახაჩევი? კი, მართალი ხარ. მახაჩევი მეორე გვარი აქვს ამას კიდე, ფაცია. გიორგი ფაცია. აბა ვინ გულშემატკივრობს ფაციას? ხელი აწევ. აწიე თამამად, ხელი თამამად დავინახო. ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ოკეი. ბოიკას ვინ გულშემატკივრობს? ო ფაქტიურად ფრეა რა. რა ფრეა, რომელი ფრეა შეგეძლო? ბოიკა. ფაქტიურად ფრეა. მოკლედ თუ ადევნებთ ახლა ჩვენ რატომ მინდოდა თქვენთან შეხვედრა და ზოგადად რისი გადმოცემა გვინდა თქვენთვის ახლა ჩვენი სპორტი იცით ხო? ახლა ძალადობრივი სპორტია, ერთი შეხედეთ ასე შეიძლება ითქვას რომ ურტყავენ ბიჭები ერთმანეთს, მაგრამ ამის იქეთ ძალიან დიდი რამ იმალება. ამაში არის მთელი ფილოსოფია. აგერ ეს ამ ორ ადამიანს რომ უნდა ეჩხუბათ ხო გახსოვთ? ხო? მაგრამ ნახეთ მაკაცობენ ერთმანეთთან, მეგობრობენ, სპორტია და მეგობრობა ძმაკაცობა მეორე მხარეს არის, რომელიც არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. ეხლა დღეს რაღაცა ინვენტარი მოგიტანეთ, სავარჯიშოები მოგიტანეთ, ის უყვარს ჩხუბები, ბოქსი, კრივი. აბა გამოდით აქეთ, გამოდით. გამოდით, ეხლა უნდა გაჩხუბოთ ყველა. მოდი. გამოდით, ნუ გერიდებათ, მოდით. შენ ჩხუბი გინდა? მოდი აქ, მოდი. ჰა? რატო? მე შენ დაეცვალე. ვა, ეს ნახე რა ჯანსი. შენ ვარჯიშო? რაზე ვარჯიშო? შენ ვარჯიშო? აი, შენ ვარჯიშო მორჩე ხა და უკვე უნდა ივარჯიშო? აი, ვინ ეჩხუბება ბოიკას ახლა რომელი? შენ, აი, მოგინახე მოწინააღმდეგე, აი, მოწინააღმდეგე მოგინახე. მოდება დაათ. აი, არა, მუცი დაათ. მოდი. აციასთან. კაი. მოდი ხა. მოდი ხა შენ დარჩი. მოდი. თქვენ ხა წინ დასხედით და საათით თავად გამოვალთ და რაღაც ილეთებს განახებენ ბიჭები რა. პირველი შენ იყავ, კაი? აბა წიხელები აბა, ეხი წიდადები მარცხენა. ასე? აბა მარცხენა აქ დაარტი. არა, მარცხენა აქ, ეს ხელი აქ. აი, ყო. მაინც უნდა მაგდებინეს. აი, ეხა გადააბი 1 2 წავიდა. 1 2 აში რა. ეგრევე მოატყუე და ყბაში ხი ეგრევე. მოდი ნუ გეშინია, ჰა. ოი ბა. ყბაში. ოი ბა. კიდე. უდარი რა. იმას ხე. კი, ამას კითხე რა, ჯობერიძია, ხო ითამაშე ფეხბურთი. შენ გაუსწორდება ბავშვი ხარ და? ვინზია? მე მგონი გამაგდებენ. მარცხენა კუთხეში მსოფლიო ჩემპიონი, უძლეველი მებრძოლი, დაუმარცხებელი სპორტსმენი ბაქარ შვანკირაძე გთხოვთ. მარცხენა კუთხეში ქართველი ბოიკა. Face to face, დავდგეთ პირისპირ, მუშტები შეკარი. კამერებისკენ. Всё, ეგ არის. მოდი სარტყა ვაკეთებინო გინდა? მოდი. სარტყა ვაკეთებინო. მოიცა რამე არა. არა, მოდი. მარცხენა კუთხეში უძლეველი მებრძოლი. სახელოვანი? საბა.
საბა სოლოღაშვილი. კამერებთან ქენი რაღაცეები, მიდი, ხო, ეს. ქართველი ბოიკა. გაბრაზებული სახე. შეაშინე, მიდი, ხელი კარ. არი ხელი. მოდი. არ გვინდა. კამერებისკენ რომ ჯონსი არიან ბავშვები ბიჭო. დაემუქრე, დაგამტრო ძვლებში თქვა. დაგამტურ ძვლებში. გაგტიშო ბიჭო. ვერ გამტში. გაგტიშო. მოდი ცოტა. დავაი მოდი. ჯიშ. აბა, всё, ვიჩხუბები. ეხა შევრიგდეთ, ჩამოვართოთ ხელი, ჩავეხუდოთ ერთმანეთს. მეგობრებმა გაიმარჯვა რა. საჯობა თორე მე რა. აბა, ფაციასთან ვის უნდა face to face? შენ ბოიკასთან გინდა? ერთი ფუ. რომ მოხვალას დაუდექი და ხელი კარგ. ბიჭო, ხო? ერთ ლიკას მიზრედი. აფციაური სახელი? სანდრო. ჩემგან ხელმარჯვნი. პატარა, მაგრამ დიდი გულით. სანდრო აფციაური. ჩემგან ხელმარცხნივ განწირულია უკვე ეს ადამიანი სანდროსთან, ქართველი ბოიკა. აბა კამ აი ეს დაკახელი. ჯონ არო ფაციასთან მე მინდა. კაი, ფაციასთან ბოიკა, მოდი, აქედან. ეხა ყურადღებით იყავით. ძალიან დაძაბული მომენტია. ჩემგან ხელმარჯვნივ გიორგი ფაცია და ხელმარცხნი ქართველი ბოიკა, ხაოთ პირისპირ. კამერებისკენ არ იჩხუბოთ. აბა ვიმისკენა? ბოიკა. აი, ჩემები ვიცახათ აქეთკენ გადმოდით, ამისები იქით. ჩემები ვიცახათ აქეთკენ გადმოდით. დავაი, ბოიკასკენ ვიცახათ აქეთკენ გადმოდით. ვისთან? ყველა მოდი. აი, ვიცი ბოიკასკენ არის აქეთ, ვიცი ფაციასკენ იქით. დავაი, საითხა, ბიჭო. ორივე. სოტავკენ გამოიწეთ ჩემები. აი, მოიწე 3-მდე დავითვლი. 1 2 3 გავაკეთე, დავაყარეთ ყველას, დავაი, მოიწე. 1 დავიდა ზედახორა! დავიდა! მოიწე, რუჩკობა. Всё. აი, გამარჯვებული გამოვაცხადოთ ეხა. გამარჯვებული გამოვაცხადოთ. დავდგეთ ჩვენ ადგილებზე. აი, მე ვიცი, უნდა გამოვაცხადოთ. მაცალე. მოდი. იცი როგორ შევთანხმდეთ ეხა? როგორ? მე მფიქრობ ნიჩია იყო და თვითონ გონიმა თავის საუკეთესო მებრძოლი გამოუშვას აქედან მე. კაი. გაიმარჯვა მეგობრობა, ამაზე შევჯერდე. ხო? მეგობრობამ გაიმარჯვა. დიდი მადლობა ასეთი დადებითი ემოციებისთვის. დღეს არის ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დღე, რაც ეს პერიოდი თქვენთან გავატარე. მეორე რა მინდა რომ გითხრათ. ძალიან მიხარია რომ ყველა რაღაც საკეთებთ. ეხლა წაღან მეუბნებოდა ერთი რომ მეო ფეხბურთს დავდივარო, მეო სხვა მითხარ კრივზე დავდივარო, მეო ხატაო, მე კიდე რაღაც საკეთებოდა. ძალიან აბა ვინ ხატავს? შენ? ყოჩახ, მე მანახ შენ ნახატები, კაი? ყოჩახ, აი ძალიან მიხარია რომ ყველა რაღაცას აკეთებს. შენც გიყვარს? მეც ძალიან მიყვარს. და მინდა გითხრათ რომ ძალიან ყოჩაღი ბავშვები ხართ, აი ძალიან რომ რაღაცით ხართ დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაში. შეიძლება ვინმე მხატვარი არ გამოვიდეს, შეიძლება ვინმე სპორტსმენი არ გამოვიდეს, ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ ეს საქმიანობა თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად წაგადგებათ და რატო? იმიტომ რომ სწავლობთ დისციპლინას, წესრიგს, მოთმინებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ეს წაგადგებათ და გამოგადგებათ ეს თვისებები. და მინდა გთხოვოთ, რომ იშრომოთ, ივარჯიშოთ, ისწავლოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლა არის. არ მინახავს წარმატებული სპორტსმენი, მსოფლიო დონის სპორტსმენი, რომელსაც განათლება არ აქვს მიღებული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და მინდა გთხოვოთ, რომ ისწავლოთ და განვითარდეთ. ყოველდღიურად რაღაც ახალი ისწავლოთ და შეიძინოთ. ეს ყველაფერი აუცილებლად გამოგადგებათ თქვენ ოჯახს, თქვენ შვილებს, მომავალში რო გეყოლებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდი მადლობა შეხვედრისთვის. დიდი ხნით არ გემშვიდობებით და დროებით. ჯიგარი. ფეხბურთი ჩავიდეთ და იქ გასწავლეთ როგორ არის ფეხბურთის თამაში.